აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხვალ უმაღლესი საბჭოს რიგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. მანამდე კი აჭარის უმაღლეს საბჭოში საკომიტეტო მოსმენები იმართება. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატები უსმენენ. სხდომაზე სულხან თამაზაშვილი და მინისტრთა კაბინეტის უცვლელი შემადგენლობა სამთავრობო პროგრამას, ამოქმედო გეგმასა და ხედვებს წარადგენენ. დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართება ბიუროს სხდომაც. ცნობისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებას 11 ხმა სჭირდება. უმაღლეს საბჭოში კი ქართულ ოცნებას 13 დეპუტატი ხავს. თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრია. იგი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მასაც შესაბამისი ჯილდოები მიღებული საუკეთესო მსახურებისთვის და ჩვენ ვიცით, რომ ის ამავდროულად არის ყველა იმ თვისებით დაჯილდოებული, რაც შეაძლებინებს მას წარმატებით გაუძღვეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ეს იქნება კიდევ უფრო მეტად წინ გადადგმული ნაბიჯი ავტონომიური რესპუბლიკის ცხოვრებაში.